შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. მეტეხში, მეხუთე, ჭირსაშიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვით კირსა, რუსთაველი. როდესაც საბარგო მანქანა მეტეხის ციხის ეზოში შევიდა, კოჭლმა, კუზიანმა და მახინჯმა დარაჯმა რკინის ჭიშკარი მიხურა. ზედ ვეება ჯაჭვის ბოქლომი ჩამოჰკიდა, დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. კორნელის ისე მოეჩვენა, თითქოს მთელ ქვეყანას მოსწყვიტეს და მისკენ გასასვლელი კარების სამუდამოდ დაუხშესო. ეზო საბარგო მანქანებით და უამრავი პატიმრებით იყო სავსე. მიტომ ბევრი ნაცნობი მუშა დაინახა: ხარატი სტეფანე დაგნაძე, ზეინკალი დიმიტრი ჩაპლიგინი, სტამბის მუშა შაქრო ხახუტაშვილი, მათ შორის მისი მამა არ ჩანდა. მიტოს გაეხარდა მოხუცი მამამისი დაპატიმრებას რომ გადარჩენოდა. უცებ გიგა ხუციშვილს მოჰკრა თვალი კორნელიმ. გიგას სახე სისხლივით გასწითლებოდა და თვალები რისხვით ანთებოდნენ. იგი აღგზნებით ელაპარაკებოდა პატიმრებს და როცა საბარგო მანქანაზე მდგარი კორნელი და მიტო დაინახა, უმალვე მათკენ გაიჭრა, მაგრამ გვარდიელმა გზა თოფით გადაუღობა. კორნელი, მიტო, დაუძახა გიგამ ამხანაგებს და ელდაეცა, რადგან ცემისაგან სახეზე მათ მუქი ლურჯი დაღი დაუნახა. კორნელი კოჭლობდა და მანქანიდან ამხანაგების დახმარებით ჩამოვიდა. მარცხენა ფეხს მიწას ვეღარ აკარებდა. მტკვრის მაღალ ნაპირზე, ცარიელ კლდის ტაფობზე, მეტეხის ძველი ტაძარი, ციხე და მეფის რუსეთის დროს პატიმართათვის გაშენებული ყაზარმის მსგავსი ნაგებობანი იდგნენ. მეტეხის ეზოს კუთხეში ვეება კლდის ლოდები მიწიდან აქა-იქ ტაბლასავით ამოზიდულიყვნენ. კორნელი მარჯვენა ფეხზე ხტომა-ხტომით წავიდა, გაგლინულ ლოდზე ჩამოჯდა. სახალხო გვარდიელმა გადაიხარხარა და რკინის ჭიშკართან მდგარ ჯუჯა, კოჭლსა და კუზიან დარაჯს გასძახა. მეტოქე გამოგიჩნდა, კალია. მეკარემ ყველის ვაჭარივით გაიცინა და გაპარსული უშნო ლაშებ დაღრენილი ვეება სახე დაეჯღანა. მას მიხაკისფერი ხალათი და შარვალი ეცვა. თავზე ასეთივე რუსული ქუდი ეხურა და ტყავის ფართო ქამარზე ბუდეში ჩაგებული ნაგანი ეკიდა. გამხდარდა მეტად წვრილ წვივებზე, ჰამაში ჰქონდა დახვეული და ფეხზე უყელო ვეება ფეხსაცმელი ეცვა. მარჯვენასთან შედარებით ძლიერ მოკლე მარცხენა ფეხის ტერფი შებრუნებული ჰქონდა. მიწას თითებით აბჯენდა და ცხენის უზარმაზარ ფლოქვივით ეკიდა. მიუხედავად ამისა, ხტომა-ხტომით გაქცეულ ამ მახინჯ და კოჭლ გვარდიელს, რომელსაც სკაჩიას, ხან კიდევ კალიას ეძახდნენ, კარგი მარბენალიც ვერ დაეწეოდა. გვარდიელის ხარხარზე და რკინის ჭიშკართან მდგარ დარაჯის ღრეჯაზე კორნელის ტანში გააჟრჟოლა. დაჭრილი ფეხი ჩხუბისა და რბენის გამო საშინლად სტკიოდა. ზონარები გაიხსნა. მოჭირვებული ფეხსაცმელი გაიძრო. ფეხის კიდურები, ტერფი და სახსრები გასივებოდა. გვერდით მიტო მიუჯდა. მას ლოყაში ჰქონდა დარტყმული მაუზერის კონდახი.
ყრიმალის ძვალის ტკიოდა და გახსნილი ჭრილობა ეწვოდა. დიდხანს არ დასცალდათ მეგობრებს ჯდომა და საუბარი. კორნელის მიერ განიარაღებული ყბაშელეწილი კლიმენტი ჩხიკვაძე თავის ამქრებით ეზოში შემოვიდა და პატიმრების დათვალიერება დაიწყო. მან ლოძზე მჯდომი პატიმრები იცნო, თავზე დაადგა და უყვირა. ხომ ჩაგვივარდით ცხელში ძაღლის შვილებო, აეთრიეთ, მე თქვენ გიჩვენებთ მუშტი კრივი როგორ უნდა. მერმე კორნელის მიუბრუნდა და მეგობრების წინაშე შერცხვენილმა თავის მართლება დაიწყო. მოულოდნელად მოპარვით და ქურდულად შემომკრა კასტეტი. თითებზე ჩამოსაცობი რკინის რგოლები თორე ისე რას დამაკლებდა, 4-ში ამოვიღებ. ეხლა გამოდი და თუ ბიჭი ხარ ადექი, უყვირა მან კორნელის. აქ სავად მყოფო არ გახლავს. ახლა ეს კაცი პატიმარია. დაჭრილი ფეხი გაუმიზეს და ხომ ხედავ როგორ გაუსივდა შენიშნა გიგამ. მერე რა, პატიმარი რომ არის, ახლავე გამოვიდეს. გასწია კორნელისაკენ ჩხიკვაძემ. უიარაღოს და წაქცეულის ცემა რა ბიჭობაა. ისე უთხრა გიგამ ჩხიკვაძეს და მასა და კორნელის შორის ჩადგა. კორნელი დუმდა და არიძროდა. ბრაზისაგან ხელფეხი გაუცივდა, გაფითრდა და ცახცახი დააწყებინა. მაგასთან იარაღი რად მინდა, იკვეხნიდა ჩხიკვაძე. ცოცხლად გადავყლაპავ მაგ ხრიკიტარას. შენ ცრუობ, არავითარი კასტეტი არ ამქონია, მიუგო კორნელიმ და წამოდგა. ხედავ რაც მიბედავს, მაგ გოგრას გაგიხეთ ქავში არ ამწადა. შეაგინა ჩხიკვაძემ და ისევ კორნელისაკენ გაიწია, მაგრამ ამ დროს ერთი ლამაზი, სახიერი, მოხუცი ქალი პატიმრებს გამოეყო. იგი ნიკო გოცირიძის დედა, ძველი ბოლშევიკი იყო, რომელმაც თავისი ცხოვრება პარტიულ და რევოლუციურ ბრძოლას შესწირა. იგი ჩხიკვაძეს მივარდა და შესძახა. არ გაბედო, ვის უბედავს ცემას, ეს მწერალია და არა შესავით არამზადა და ყაჩაღი. ვიცი რა მწერალიც ბრძანდება. მიუგო ყბაგასიებულმა ჩხიკვაძემ და უხეშად ჰკრა ხელი. ამ დროს ციხის უფროსი გამოვიდა და ბრძანება გასცა. პატიმრები დააყენეთ. კორნელიმ ფეხსაცმელი აიღო, ხტომით გასწია და პატიმართან მწკრივში ჩადგა. დაიცა იმ მეორე ფეხსაც მოკტეხავ და მაშინ იხტუნე კალიასავით. მიაძახა ყბაგასიებულმა ჩხიკვაძემ. იმ გვარდიელმა, რომელიც მეკარეს დასცინოდა, ისევ გადაიხარხარა. მიტო ჩიკვაიძე იმავე ღამეს გაიძახეს დაკითხვაზე. გამომძიებლის ოთახში 6 კაცი იყო, მათ შორის კლიმენტი ჩხიკვაძეს. ეს გარემოება ცუდად ენიშნა მიტოს. საწერ მაგიდასთან ჯუჯა კაცი გამომძიებელი ძუკუ ლოლუა იჯდა. კაუჭამ სუქანი ცხვირი ქაღალდებში ჩაეყო. მიტო მის წინაშე დააყენეს. გამომძიებელმა ჭაღარით მოსილი ვეებათავი ასწია და გააფრთხილა. სწორი პასუხი გამეცი შეკითხვებზე, არაფერი არ დამიმალო. სადიმალებიან ამჟამად სერგო ქავთარაძე, ვანო მახათაძე და ნიკო გოცირიძე. ჰკითხა ლოლუამ. არ ვიცი, მიუგო მიტომ. ლოლუამ სიბრაზისაგან ზღარბივით აბურძგნულმა კაცმა ფუნჯა წარბები შეათამაშა. არც ისიცი სადიმალებოდნენ მანამდე. არც ის ვიცი. გამომძიებელმა მაგიდაზე ფანქარი მალიმალ ნერვიულად დააკაკუნა. ჩიყვიანსავი დიდრონი ბუდიდან ამოყრილი თვალები გადმოკარკლა და მიტოს უთხრა, გააფრთხილებ. თუ არ გინდა გცემოთ, გაწამოთ და ისე გათქმევინოთ ყველაფერი. სწორად მიპასუხე და ნურაფერს დაფარავთ. გაიგე? მორჩა,
მოკლედ მოუჭრა მოკლე კისრიანმა ლოლუამ და ჭაღარა ულვაში სწვალება დაიწყო. გავიგე, მიუგო მიტომ, სად იმყოფება თქვენი არალეგალური სტამბა? წარმოდგენა არა მაქვს. გამომძიებელი გულზე გასივდა, ვეება თავი ჩახყო ვიწრო მხრებში. მისი ნიკაპი და უშველებელი მსუქანი ყბები მკერდს დაებჯინენ, გაუგანიერდნენ. თითქოს წყალში მცურავ უცნაურ ქმნილებას ლაყუჩები ბუშტებივით გაებერნენო. ასე გამოდის, რომ შენ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ხარ და ამა ქვეყნისა არა იცი რა. ისევ გაფრთხილებ, ჯიუტობას თავი გაანებო. შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ რა წამება გელის, გაიგე? გაიგე? მორჩა! უყვირა გამომძიებელმა მიტოს. ბაგეები გახსნა, გვერდებზე მგელსავით გრძელი რკინის კბილები, ეშვები გამოუჩნდა. სისხლის მსმელ ნადირს დაემსგავსა. აკი მოგახსენეთ, ბატონო გამომძიებელო, რომ ეს ვაჟბატონი და მისი მეგობარი კორნელი მხეიძე დასახვრეტი არიან მეთქი. შენიშნა ლოლუას იქვე მდგომმა კლიმენტი ჩხიკვაძემ. ლოლუამ თხუნელის თათის მაგვარი მოკლე თითებიანი ხელი ასწია და ანიშნა, გაჩუმდი ერთი. თუმცა ჩხიკვაძის შენიშვნამ მასალა მისცა და მან ისევ მიტოს დაკითხვა განაგრძო. რა კავშირი აქვს კორნელი მხეიძეს შენთან? ის ჩემი სკოლის ამხანაგია, პარტიის წევრია? არ ვიცი. და ასე ბოლომდე უარს ამბობდა ლოლუას შეკითხვაზე მიტო. გათოკეთ! გიჟივით იყვირა გამომძიებელმა. საგანგებო რაზმის თანამშრომლებმა მიტოს ხელფეხი გაუთოკეს, იატაკზე დასცეს, მაუზერის კონდახით თავპირი დაუმტვრიეს და ნეკნები შეულეწეს, მაგრამ გამომძიებელმა მაინც ვერაფერი ვერ ათქმევინა პატიმარს. მიტო საკანში საკაცით შეიტანეს. სახეზე სახვევები გაეკეთებინათ და მხოლოდ სისხლჩაქცეული მარჯვენა თვალი უჩანდა. მას მახარაძე, ალავიძე, გურგენიძე და სხვა პატიმრები დაეხვივნენ. ყველანი ცდილობდნენ დახმარებოდნენ მიტოს, როგორმე შეემსუბუქებინათ მისი ტანჯვა. ისინი გამომძიებლის, საპატიმროს ჯალათებისა და ჩხიკვაძის საქციელით აღშფოთებულნი იყვნენ, გული ეწვოდათ და შურის ძიების წყურვილით ივსებოდნენ. მეორე დღეს კორნელიც დაკითხვაზე გაიყვანეს. ჩვენების მიცემაზე მანაც უარი განაცხადა და ისიც სასტიკად აწამეს. დაჭრილი ფეხი კიდევ უფრო გაუსივდა და გაულურჯდა. ოდნავი შერხევაც კი საშინელ ტკივილს აგვირდა. ფიზიკურ ტანჯვაზე გაცილებით უფრო მძიმე იყო მისი სულიერი ტანჯვა. საგანგებო რაზმელების მიერ მიყენებული შეურაცხყოფა, კაცობის შეგინება, ადამიანური ღირსების დამამცირებელი უხეში ოხუნჯობა და დაცინვა. გრძნობა პირადულისა მისთვის ახლა სულ უფრო და უფრო აშკარად გადადიოდა უკანა პლანზე და საზოგადოებრივ ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდა. იგი ახლა ისე როგორც საპირველ მაისო დემონსტრაციაზე, ისევ დიდი და უძლეველი კოლექტივის წევრად გრძნობდა თავს და ეს გრძნობა ხბადებდა მასში სიმამაცეს, ძალას, გამბედაობას და იმ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, რომელშიაც იგი ჩაება და უკან დახევას არ აპირებდა. კორნელი სიყვარულით შესცქეროდა ახლა მიტოს, საკანში მასთან ერთად მჯდარ ყველა პატიმარს და ისინი ნამდვილ თავის ძმებად და მეგობრებად მიაჩნდა. 3 მაისს, როცა შვაღამე მოატანა, პატიმრებს ქალაქიდან კანტიკუნტად ატეხილი თოფის ხმა შემოესმათ. ალავიძე, გურგენიძე და სხვანი ფანჯარასთან მივიდნენ.
ისინი ვერის ხიდისაკენ იცქირებოდნენ და ქალაქში ატეხილ სროლას კაფაციცებით ყურს უგდებდნენ. მათ კარგად იცოდნენ, იმ ღამით შეიარაღებული აჯანყება რომ უნდა მომხდარიყო, სროლა ძლიერდებოდა. კორნელი წამოდგა, კედელს გაჰყვა და ისიც ფანჯარასთან მივიდა. მოშორდით ფანჯარას, ტყვიას ფანჯარაში შეუძლია შემოიჭრეს. გააფრთხილა ამხანაგები მიტომ. კორნელი წელმოწყვეტილი მოშორდა ფანჯარას, ძლივს მიაღწია ტახტს და მიტოს მიუჯდა. ჩემი ბრაუნინგი ვასო მარუაშვილმა წაიღო. ეტავ გამოადგება, ამაღამ ჩვენებს ხელის გამოღება დასჭირდებათ. მიუგო ფიქრში წასულმა მიტომ, სროლა ისევ ძლიერდებოდა, მიტომ ყრუთ ჩაახველა, ბაგეს სისხლმა შეუღება. ხველება არაადამიანურ ტკივილს გვრიდა ნეკნებ შელეწილ ვაშკაცს. იგი მაინც გმირულად იტანდა წამებას. კამერაში მჯდარ ყველა პატიმარს მხოლოდ ერთი ფიქრი აღელვებდა. ნეტა რა ამბავია ქალაქში, დააპატიმრეს თუ არა ჩვენებმა სახალხო სახლში შეკრებილი მთავრობა. ამასვე ფიქრობდა მუშტაიდის ბაღთანი, ტყრის პირას ღამით ჩასაფრებული ალექსანდრე მახარაძე. იგი გულმოკლული იყო სამხედრო სასწავლებელზე მოწყობილი თავდასხმის ჩავარდნით. საბურთალოს მაღლობზე გაშენებულ საარტილერიო ყაზარმებს ტანჯვით გასცქეროდა და ფიქრობდა, რადარ გაისროლეს ზარბაზანი, დააგვიანეს თუ იქაც ჩავარდნა.